აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი წინასწარი ვერსიით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების ანალიზით გამომძიებელი ჟურნალისტები და სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ ბორტზე არსებული დაზიანებების შეესაბამება სწორედ ისეთ დაზიანებებს, რასაც იწვევს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება. გარე აფეთქებაზე საუბრობენ ასევე გადარჩენილებიც. სავარაუდოა, რომ ემბრაიერის მარკის სამგზავრო ხომალდი რუსულ თავდაცვას უკრაინულ დრონში აერია. ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, 29 მგზავრი კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ნინო გაზდალიანი მოგვიყვება მეც იდუმალებით მოცული ავიაკატასტროფის შესახებ. ნინო, რა ვერსიები განიხილება მომხდართან დაკავშირებით? მიშე, ჩვენ ვესაუბრეთ სპეციალისტებს, მათ შორის შეიარაღების სპეციალისტ და ისინიც ამბობენ, რომ ამ გავრცელებული კადრებით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, რომ გამოირიცხოს მაგალითად თავდაპირველი ვერსია და როგორც ცნობილია, ამბობდნენ, რომ თვითმფრინავს შეექმნა პრობლემები ფრინველების შედეგად და სწორედ ამ შეჯახებამ, ფრინველებთან შეჯახებამ გამოიწვია თითქოს და ეს ავიაკატასტროფა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ასე რომ მოხდარიყო, მაშინ ლაინერს ექნებოდა წინა მხარეს დაზიანებები, თუმცა ამ კადრებიდან კარგად ჩანს, რომ კორპუსის უკანა ნაწილია დაზიანება და თავად ამ დაზიანების ვიზუალიც მათ აძლევთ ასევე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს არის საზენიტო ჭურვების კვალი და ამ ვერსიაზე თავად აზერბაიჯანული მხარეც საუბრობს და ისინიც ამბობდნენ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეცდომით არის გამოწვეული ეს ავიაკატასტროფა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის კუთვნილი ლაინერი ემბრაერ 190 სამგზავრო თვითმფრინავია. ეს ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნო, თუმცა ბუნებრივია საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ის უკვე მერე ყაზახეთში. ერთ-ერთი ვერსიით ავარიული დაშვების უფლება ითხოვა ეკიპაჟმა, თუმცა რუსეთმა არ მისცა ახლომახლო ქალაქებში მდებარე აეროპორტებზე მას დაშვების უფლება და სწორედ ამის შემდეგ მოუწია მას უკვე გადაეფრინა კასპიის ზღვაზე და ეცადა აქტაუს აეროპორტთან აეროპორტზე დაშვება, თუმცა ვერ მიაღწია და საბოლოოდ ის ჩამოვარდა. თუ რატომ აწყობდა მაგალითად რუსეთს, რომ გადაეფრინა ამ ლაინერს კასპიის ზღვაზე, ამაზე თავისი ვერსიები აქვს სპეციალისტებს და ამას ჩვენი მაყურებელიც მოისმენს და ნუ კიდევ ერთი, რაზეც ასევე ამახვილებენ ყურადღებას, არის ის, რომ რეისის შესრულების დროს მიმდინარეობდა უკრაინული დრონების შეტევა და სავარაუდოდ რუსეთს შეეშალა და სწორედ ამიტომ გახდა სამიზნე სამგზავრო თვითმფრინავი. თვითმფრინავის ნაწილებიდან აშკარად ჩანს, რომ დახვრეტილი არის სხვადასხვა ზომის ნამსხვრევებით. ეს მიანიშნებს პირდაპირ იმაზე, რომ თვითმფრინავზე მოხდა აქტიური ზემოქმედება გარკვეული ტიპის საზენიტო საშუალებით. იყო ინფორმაცია, რომ ეს იყო პანცირ S1 ტიპის საზენიტო სარაკეტო საარტილერიო სისტემა. ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც რუსები სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების დასაცავად იყენებენ და განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ ამ სისტემას დრონების წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით მაგ პერიოდში ჩეჩნეთის სხვადასხვა ობიექტებზე უკრაინული დრონები უტევდნენ. ეს რაღაცა იშვიათი მოვლენა არ არის, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება ჩეჩნეთის სხვადასხვა ობიექტებზე უკრაინული სტრატეგიული მანძილებზე მოქმედი დრონებით დარტყმა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები რაღაც განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები. ზოგადად როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საზენიტო სარაკეტო სისტემები, საზენიტო არტილერია მუშაობს, იქ საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს და სამოქალაქო თვითმფრინავი არ უნდა დაფრინავდნენ. თავიდან იყო ასეთი ვერსია, რომელსაც რუსი ბლოგერები ცდილობდნენ გაევრცელებინათ, რომ თითქოს თვითმფრინავის დაზიანება გამოიწვია ფრინველებმა, მაგრამ მერე როდესაც გავრცელდა კადრები, რომ გვერდით აქვს თვითმფრინავს დაზიანებები და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ თვითმფრინავს გვერდიდან დაზიანებას ფრინველები ვერ მიაყენებდნენ. მერე გაჩნდა ვერსია, რომ ეს უნდა იყოს პანსერის მიერ მიყენებული დაზიანება. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით პილოტებმა ითხოვეს სხვა აეროპორტზე გადამისამართება. რუსეთის 3 აეროპორტია სიახლოვეს და არც ერთ მათგანზე დაჯდომის საშუალება არ მისცეს და გაუშვეს კასპიის ზღვის მიმართულებით იმ იმედით, რომ იქ ჩამოვარდებოდა თვითმფრინავი და ამით ყველა კვალი რუსეთის დანაშაულისა წაიშლებოდა.
ავიაკატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა 67 ადამიანი. ისინი არიან რუსეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. სამწუხაროდ დაიღუპა 38 ადამიანი, 29 დაშავდა და მათ შორის რამდენიმე არის ძალიან მძიმე დაშავებული. ავიაკატასტროფის დროს გამოშეწყვიტა ვიზიტი რუსეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი მიემგზავრებოდა მოსკოვში, სადაც უნდა გამართულიყო და თავადაც უნდა დასწრებოდა დსთ-ს არაფორმალურ სამისს. დღეს აზერბაიჯანში გლოვის დღე არის გამოცხადებული, თავად შემთხვევის ადგილზე კი დასრულებული არის სამძებრო სამაშველო სამუშაოები, შავი ყუთიც არის ნაპოვნი და ის აქვს ყაზახეთს და შესაბამისი უწყებები არიან ჩართული და უკვე იძიებენ საქმეს, მათ დართეს უფლება როგორც აზერბაიჯანს, ასევე რუსეთს, რომ შესაბამისი უწყებები ჩაერთონ საქმეში, ოღონდ მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით, შესაბამისი ჯერჯერობით ბევრ კითხვაზე პასუხი ისევ არის გაუცემელი და სხვა შორის გაჩნდა ასევე დამატებითი კითხვა, ხომ არ გააფუჭებს ეს მომხდარი ავიაკატასტროფა ურთიერთობებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა როგორ კომენტარებიც ამ ეტაპზე ჩვენ მოვისმინეთ, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ამ ეტაპზე გამორიცხავენ, რომ ეს გახდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი.